გამარჯობა, თქვენ უყურებთ ყველაზე მაგარ პოლიტიკურ სატირას talk-show-ს ეთოქზე. ევრობიუროკრატია საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სრულ მასშტაბიან შანტაჟზეა გადმოსული, რომელსაც უკვე საერთოდ ვეღარ მალავს. გუშინ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბნენ და საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის შეწყვეტაზე იმშელეს. საბოლოოდ ერთობლივი გადაწყვეტილება ვერ მიიღეს და ეს საკითხი კვლავ გადაიდო. ვიზა ლიბერალიზაციას როგორც დამოკლეს מחვილს ისე აპირებენ დაჰკიდონ საქართველოს თავზე და გვაშანტაჟონ, რომ თუ არ შეიცვლება ხელისუფლება, უვიზო მიმოსვლას გაგიუქმებთო. რას მოითხოვენ ახლა ჩვენგან იმისთვის, რომ შანტაჟი დროებით მაინც შეწყვიტონ. თურმე ნუ იტყვით და უვიზო მიმოსვლის აუცილებელი წინაპირობა ყოფილა გამჭვირვალობის კანონის და ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონის გაუქმება. ანუ აგენტურული NGO-ები და LGBT პროპაგანდა თუ ვერ გაიხარებს საქართველოში, მაშინ ვიზა ლიბერალიზაცია აღარ გვეკუთვნის. აგრეთვე მოითხოვენ, რომ საკანონმდებლო ცვლილებები გაატაროს ხელისუფლებამ, რომლითაც LGBT პირების უფლებების სრული დაცვა მოხდება. ასევე ევრობიუროკრატია მოითხოვს სააკაშვილის, ხაზარაძის, გვარამიას და სხვა სისხლის სამართლის დამნაშავების პოლიტპატიმრებად აღიარებას და მათ გამოშვებას. პლუს ამას ვადამდელი არჩევნების დანიშნვას. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენგან მოითხოვენ, რომ ტაში დავუკრათ და ასპარეზი მივცეთ აღვირახსნილ LGBT პროპაგანდას, საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე და ჩვენი ქვეყნის ტრადიციულ იდენტობაზე ვთქვათ უარი და რაც ყველაზე მთავარია, ნაცები დავაბრუნოთ ხელისუფლებაში, რომლებიც საქართველოს გადააქცევენ მეორე ფრონტად და გაანადგურებენ ქვეყანას. საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი რასაკვირველია ამ ყველაფერს არ დაუშვებს. ნაცები ვერასდროს მობრუნდებიან. ქართული კულტურა კი თავისი ისტორიით, ტრადიციებით და ღირებულებებით იქნება დაცული და ხელშეუხებელი ყველა გარე ჩარევის და უსამართლო თავდასხმების მიუხედავად. რაც მალე მიხვდებიან და შეეგუებიან ამ ყველაფერს deep state-ის მარიონეტები, მით მალე გახდება შესაძლებელი თანამშრომლობაზე და სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლა. საქართველო და ქართველი ხალხი ევრობიუროკრატიის მუხარებზე მუხს არ მოიყრის და თავს არ დაუხრის ჩვენი ქვეყნისადმი მტრულ დამოკიდებულებას. რამდენიმე დღის წინ თბილისში პოლიციის ეკიპაჟს, რომელიც საკუთარ მოვალეობას ასრულებდა, იქ მყოფმა ერთ-ერთმა ადამიანმა აგინა, რის შემდეგაც, როდესაც მისი დაკავება დაიწყო პოლიციის თანამშრომელმა, თავი წაიქცია და საოსკარე სამსახიობო შესრულება შემოგთავაზა. აქაოდაც სუდად გავხდი და გული წამივიდაო. ლიბერალური ბაბლიც ეგრევე ჩავარდა ისტერიკაში. აი მეტი დიქტატურა რაღაც გინდათ, კაც კი ნაღამ გული გაუხეთქესო. მალევე გაირკვა, რომ ეს რიგითი გამვლელი ლელოს აქტიური აქტივისტი ყოფილა, რომელიც როგორც კი ოპოზიციური მედიები მივიდნენ მასთან, კამერების დანახვაზე ეგრევე მომჯობინდა და ლოზუნგების სროლა დაიწყო. მეთქი ეჩემნაირი ხალხი და მე მოვადრო მეთქი და ყოფას გიტირებენ მე. მოკლედ, აბსოლუტურად ყველა შემთხვევა, რომელსაც ისტერიულად გვასაღებენ ხოლმე, რომ რიგითი მოქალაქის პროტესტია ხელისუფლების წინააღმდეგ, მალევე აღმოჩნდება ხოლმე ოპოზიციური აქტივისტის დაფინანსებული ცრუ ისტერია. ასე გაიშიფრებით ხოლმე ყველა აგენტი და ქვეყნის მოძულე, რომლებიც არა სამართლიან პროტესტს, არამედ ნაცების მობრუნების კამპანიას უდგახართ გვერდში. დღეს ამით გემშვიდობებით. შევხვდებით შემდეგ კვირას კვლავ ეთოქზე.